მოგესალმებით მეგობრებო, ყველას დიდი ხანია ვიდეო არ ჩამიწერია, როგორც იქნა მოვიცალე, რომ გამეკეთებინა საინტერესო ვიდეო, გუშინ გაიმართა Google-ის ივენთი, Made by Google, წარმოგვიდგინეს სიახლეები, რაც უკვე შემოდგომიდან შემოვა. ეს არის პიქსელების განახლება, ზოგადად პიქსელ სერიას რაც ეხება იქნება smartphone-ები თუ საათები თუ ასე შემდეგ, ხელოვნური ინტელექტის განახლებებია და კიდევ საინტერესო სიახლებია. 11 წუთიანი ვიდეო გვაქვს საერთო ჯამში შემოჯამებელი, რაც სიახლეები იყო, ვუყუროთ ერთად და მოვიხილოთ, ჩართული მაქვს ქართული თარგმანი, YouTube-ს აქვს ფუნქცია, ტიტრების თარგმნა და შესაბამისად გავუყვეთ და თან თქვენს წაიკითხავთ, თან მეც მოусმენ, ასე რომ მე თქვენთვის არის გაკეთებული. ხო, სანამ დავიწყებთ ვიდეოს განხილვას, გთხოვთ რომ არხი გამოიწეროთ, ვიდეო დალაიქოთ და თუ მოგწონთ, რა თქმა უნდა, გადააზიაროთ. ახლა კი წავედით და უყუროთ რა შემოგთავაზა Google-მა. Just to enter a few words or like add an image. Via, Yes, and it will იწყება საუბარი ხელოვნური ინტელექტის ამ Gemini-ის განახლებებით. create a video automatically for you. Check out და კონკრეტულად კი WEO3-ის, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ხელოვნური ინტელექტის, ანუ ასე ვთქვათ, მულტიმედიის შემქმნელი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. რაც კი მინახავს, არ ვიცი, ას ბევრი პლატფორმა, მაგრამ აი WEO3-ის საერთოდ სხვანაირ დონესდებს და აი ამაზეა საუბარი ზუსტად. Now that I can talk, my platform is simple. More treats. and now if you buy a Pixel 10 Pro or a Pro Fold, you get a full year. ყواქვს საუბარია რომ აი ამ WEO-ს 10 Pro-ს თუ შეიძენთ, 11 წლის განმავლობაში მიიღებთ უფასოდ, ანუ 1 წელი გექნებათ უფასო რაშიც მაგალითად უნდა გადაიხადოთ თქვენ რომ გამოიწეროთ Google One-ი 30 ლარი ღირს თვეში აქციების 15 ლარი ღირს ეხლა 2 თვე მოგდის 30-ად შესაბამისად აქ პიქსელის ახალი პიქსელის მფლობელები უკვე მიიღებენ 1 წლიან უფასო subscribe-ს რაც ძალიან მაგარი შეთავაზებაა მინდა გითხრათ Of Google AI Pro on us. Really? Full year? Yes. Full year? Fantastic. I'm very excited about this table. დავედით Okay, so let's ტელეფონებზე start with the Pixel 10. And the colors, we think, look at this palette. We think these colors are sexy as hell. Yeah, oh, well, it's Wednesday afternoon at DPG, okay? We believe your phone should reflect your personality. And that's true with what's on your screen, too. And we have a fancy name for all of this. It's called Material 3 Expressive because Pixel 10 is all about your vibe on your screen. So let's go to the Pixel 10 Pro. Yes. It features premium materials, premium performance. Pixel-ის ტელეფონი მაქვს 8 Pro და ნუ არ ვიცი, დავისვენე, ვიგძებნე, ას ნიშნავს ტელეფონი რო გაქვს, კარგი. აი, Android-ებში ჩემთვის Pixel-ზე მაგარი ტელეფონი არ არის. And it comes in 2 sizes. Remind me which one works best for you. ხო, რა მომწონს ახლა ახალ Pixel-ებში, რასაც ვაკვრდები, 8 Pro Max, აი ეს არის ჩემი ტელეფონი, უზარმაზარია ზომა, შეჯიბით ტარება, ძალიან რთული არის ამის. დისკომფორტულია. მიუხედავად ამისა, რომ კარგია, არ მძიმე არ არის, თუმცა ზომა და გაბარიტები საკმაოდ დიდია და ასე ვთქვათ, ჯიბით სატარებლად ცოტა დისკომფორტულია, მაგრამ სადაც ჩამთინდაღავთ ახლა ქალბატონებს, იმათთვის პირიქით კარგიც არის. დიდი ეკრანია შედარებით, რა თქმა უნდა, მაგრამ მე მიყვარს კომპაქტური smartphone-ები. ძალიან, იმიტომ რომ ჩემთვის მოსახერხებელი და პრაქტიკულია უფრო. მინდან მე smartphone-ში არ უყურებ არაფერს, ზოგი მაგალითად ყოველდღიურობათა გაქვთ გადაქცეული, ვიცი, ბევრი ხართ ეგეთი smartphone-ებში ტელევიზიაც ეს არის თქვენი, YouTube-იც ეს არის და ყველაფერი, ხო, კომპიუტერის და მე არ ვიყენებ, მე ვიყენებ ხოლმე იმისთვის რომ ინფორმაცია სწრაფად მიიღო გავცე და უპასუხო სატელეფონო ზარებ. ჩემთვის ტელეფონის სხვა ფუნქცია არ აქვს. და რა თქმა უნდა, კარგად ვიყენებ კამერებს, რომლებიც ვფიქრობ, რომ საუკეთესო კამერები აქვს დღეს, რაც არის ბაზარზე. ალბათ ერთადერთი კონკურენტი ყავს iPhone. ამათ შეიძლება გაუწიოს კონკურენცია. დანარჩენი სამწუხაროდ ახლოს ვერ მივა, იმიტომ რომ ამის კონტრასტი და ამისი ფერების გადმოცემა ადაჟე iPhone-საც არ აქვს. ნახოთ ახლა რა სიახლეებია, მაგრამ ზოგადად მომწონს ის 10-ში უკვე რომ კომპაქტური ხდება ეს smartphone და ეგ არის ძალიან მაგარი. Of that, it has the best display of any flagship phone. And it has the best pixel camera ever. So if you pause on that and you just keep it real, if it has the best pixel camera ever, then that means it just has flat out the best camera ever. ო, კამერები განვაახლეთო და რაც ყოფილაო საუკეთესო, ანუ კიდე აპდეიტი გააკეთეს და ნახოთ ახლა რა აპდეიტებზე ლაპარაკობთ. We've got something called ProRes Zoom. And bottom line, this is the highest quality zoom on any ო, ზუმები განაახლეს, ProRes Zoom-ი, ანუ ციფრულ ზუმზეა საუბარი, 100x-მდე აწეს. რაც ქონდა Samsung-ს. დაერხა Samsung-ს, იმიტომ რომ X30 ქონდა აქამდე Pixels და X30-ში მე შემინდარებია S24 Ultra-სთან
და იგივეა ეს 25 Ultra-ც პრინციპში X30-ში Google Pixel-ი ხევს შუაზე გამოსახულების ხარისხით და დეტალიზაციით Samsung-ის გადაღებულ იმას რა ქვია ფოტოს. აი ახლა X100-ში დარწმუნებული ვარ რომ შუაზე გახევს, იმიტომ რომ Pixel-ი ამ კუთხით არის სოფლიოში საუკეთესო smartphone. This picture looks incredible, right? Oh my God! Yeah, that's me driving into work. It looks just like New York City. You'll see that it might not if you take it from where we actually took this shot from. Way. ნახე, საიდან არის გადაღებული და რა დეტალიზაცია ქონდა. ამან ვერც ერთი ტელეფონი ვერ გადაიღებს ეგ დეტალიზაციით. თავზე დავდებ. შანსია. Whoa! Now that's credit to our Google Tensor G5 chip. Tensor! And on top of that chip, we have laptop levels of RAM. So there is plenty of power. ახლა უკვე აცხავებენ ხა ლეპტოპის დონის ოპერატიული საათო, მეცა? And on top of that chip, we have laptop levels of RAM. So there is plenty of power. კარგი Google-ი რა. ჩვენ მაინც არ ვიცოდეთ ახლა რაცა გაქვს და არაფერი შეცვლილა. რა თქონდა შარშანდელი და ნანომეტრები და ნანომეტრზეც მუშაობს. 4 ნანომეტრი ქონდა, ახლა Samsung-და გადასულიყვნენ, მაგრამ ვერ გადავიდნენ და ახლა 100 მეუბნებით რომ თქოს რაღაც შეიცვალა ტყუილა. Google მუდმივად გვაბოლებს, ერთადერთი რაც არის ახლა მე მაგ Tensor 3-იანი, იმიტომ რომ ეს გამოვიდა ეგრე ქონდა. უკვე 9-ს 4 ჩაუყენეს, მაგრამ ვერანაირ განსხვავებას ვერ გააკეთებ 4-სა და 3-ს შორის, იმიტომ რომ ოპტიმიზაცია ზუსტად ერთნაირი აქვს და ვერ ვიტყვი იმას, რომ რომელიმე უფრო ენერგოეფექტურია და რაღაც განსაკუთრებული. აქ Google-ი ვერაფერს ვერ ცვლის. ტყუილად ლაპარაკობენ, რომ ციფრებს ცვლიან, მეტი არაფერი ტექნოლოგიურად ჩინი და არაფერი არ შეცვლილა წინა თაობასა და ამ თაობას შორის და ლეპტოპის თემა და ეს მარკეტინგული აფიორები, რა ვისაც აჭმევთ, იმათ აჭამეთ რა. Pixel comes with 7 years of OS and security updates. On top of that, you get something that we call Pixel Drops. And that's new software and features that roll out over the life of time, so your phone keeps getting better, smarter, faster. ხო, არა, ამაში ვერ შევედავებით, Pixel-ის ტელეფონი მართლაც ძალიან ჭკვიანია, ანუ პირველი უპირატესობა Pixel-ის ტელეფონებისთვის რა არის? სისტემური განახლება, ხო, ანუ software-ი და მხარდაჭერის თემა. Google-ია, Google-ის არის Android-ი ვიცით და შესაბამისად ჩემთან რომ მოვიდა მაგალითისთვის კეთვით მე-16 Android-ი თქვენთან დაიწყო ეხლა ვერ ტელეფონზე არც მოსულა წარმოებელი და ჩემთან ეს იყო 4 თვის წინ თუ რა როგორც კი გამოვიდა Android 16 მეორე დღესვე უკვე სისტემაში მქონდა. აი ეს პლუსი აქვს ზუსტად და მეორე პლუსი ის აქვს რომ 7 წლიანი აპდეიტების ხარდაჭერა აქვს Pixel-ის ტელეფონებს და ეგ არის ძალიან მაგარი იმიტომ რომ ფაქტობრივად უზრუნველყოფილი ხარ ერთხელ რომ იყიდე Pixel-ის ტელეფონს 7 წელი მინიმუმ გემსახურება იდეალურად რომ software-ში პრობლემები არ შეგექნება. ანუ ამ ნაწილში გუხს ვეთანხმები ნამდვილად ეს საკუთარი გამოცდილებიდანაც ვიცი. That is Pro. And I'm so excited for you to meet the Pixel 10 Pro Fold. Yes! Come on, here we go. Let's Fold-იც გამოუშვეს ამ დასაკეთ smartphone-ები, სიმართლე გითხრათ, ცუდი არ არის, მოსახერხებელია და უფრო აღმსგავსებენ პლანშეტებს, მაგრამ ჩემთვის სასურველი ტელეფონები Fold-ი ვერაზროს ვერ იქნება, იმიტომ რომ დასაკეცი რაც არის, ვიცით რომ მაინც შლეიფებზეა და ეს ფუჭდება, აგერ Samsung-ის დასაკეც Fold-ები აქვს ჩემს თანამშრომელს და რავი, ერთ წელიწადში უკვე ძალიან მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა, გაუფუჭდა და ერთი მხარე უმუშავეს, მეორე არა და მალე ის აღესრულება. ბაზარი არ არის, კომფორტულია, ძალიან კარგი არის, ბევრ ფუნქციას გაძლევს, მაგრამ მინდა ესეთ რაღაცა ვიყიდე პლანშეტს, ანუ არ არის რა, ტელეფონის გაპლანშეტება, არ დება უფრო სწორედ ჩემს გემოვნებაში. In your hands now. Yes, come on, The look at Pixel 10 Pro Fold really stands out in a crowd because it reimagines what a phone can and should be. As Jimmy is showing us as our model, So rad. It's so thin. it's so thin, it's so flexible, Really, and we arigato. talk about this quite a lot. It's pencil thin, but it's extremely durable. We've got inside this phone IP68 water and dust protection. I knew it was going to IP68. Let's go. 6 is for დასაწყისია რა Google ახლა IP68-ზე აკეთებს აქცენტს, ხო აქტებს. რავი, უკანასკნელ ჩინურ ტელეფონში ზდევს, ეხა ეგეთი დაცვა რა, ანუ არ იგებ. dust and 8 is for water, right? Yes. Wetness? Yes. Yeah, I know that. Yeah. Just think about rain, water, you're at the club, you spill a drink, accidents happen, we got your back. So the Fold is durable, it's beautiful. No foldable has done ასაგებია რომ აქცენტს აკეთებენ გამძლეობაზე, მაგრამ კაი რა. this. That is correct. You're It the is first to a do it. first. Come on, history. We've got the Pixel Snap.
And this is pretty simple. The Pixel Snap just allows you to snap your phone on chargers, on wallets, on stands, on anything you need. And on Pixel Snap-ი გამოუშვეს ტელეფონებს დასამაგრებელი. top of that, just a little secret that this works perfectly fine with your Apple MagSafe accessories. საიდუმლო Apple-ის მოხმარებელს კი გაუკეთეს ეხა მაგარი შტუკა. ანუ ეს იდეალურად ერწყმის Apple-ის ტელეფონებსაც, ასე რომ Can you say? Can you say accessories? You can't say that. You said the. Apple-ს არ აქვს ესეთი რაღაცეები, ანუ აქ ძალიან მაგარი ხრიკია, ყოჩა Google-ი, მარკეტინგული, აი მაგასაც მარკეტინგი გაინტერესებთ ეს რაღაცებს უნდა ადევნო თვალი, ძალიან მაგარი მარკეტინგული ნაბიჯი გადადგეს, Apple-ს არ აქვს ეგეთი რაღაც. წარმოიდგინე iPhone-ის მომხმარებლები, რომ Google-ის ლოგოთი მირთმული სნეპებით არიან, რა ძალიან მაგარი ხოდი. Can we talk about Apple? I believe deeply Yeah. that at Pixel we are confident in our product Ooh. and in our brand. And we love everybody in the game, so we can say anyone's name we want on this stage. That's what I'm talking about. ანუ პატივისცემა გამოხატა Apple-ის თემა და ჩვენ პატივისცემთ ყველას, ვინც ასე ვთქვათ, ამ ბაზარზე არიან მუშაობენ, ესია კონკურენცია, სადაც ესმით ჯანსაღი კონკურენცია, რას ნიშნავს? ეგ საქართველოში არ გვესმის და მტრები გუგუნია ჩვენ, რომ ამ სფეროში ვიღაცა რო გაჩნდება, მაშინ მოსპობას ვუყირებთ და სადაც ეს ესმით რას ნიშნავს ჯანსაღი კონკურენცია? იქ ასეთ სიტყვებს ყოველთვის იტყვია. ნამდვილად ასე ჯერ შეგეპაროთ, იმიტომ რომ არის ბევრი პრეცედენტი, რომ დიდი კომპანიები, პატარა კომპანიებს ხშირ შემთხვევაში ეხმარებიან, რომ არ გაკოტრდნენ, რომ თავისივე იმაში არ მოისპონ. მონოპოლიზაცია კლავს, ყველა სექტორში კლავს. როგორც ნეპოტიზმი კლავს სამსახურებში, თქვა, განვითარების პროცესი ისე კლავს ეს. იმიტომ რომ კონკურენცია სადაც არ არის ჯანსაღი, იქ განვითარება არ არსებობს. რაც მალე გავიაზრებთ ქართველები მაგას, მით მეტად გვეშველება. Pixel Watch 4. It comes with all of Google's helpful ყველაზე ძალიან Pixel 4 მაინტერესებს, იმიტომ რომ Pixel-ის საათის ყიდვა მინდა უკვე, გადასვლა მინდა Pixel-ის ეკოსისტემაზე. assistant. Everything is just one glance away. It's got excellent battery life. So just 15 minutes in this charger gets you up to 15 hours აი ეს ძალიან კარგი რაღაცაა, 15 წუთს რო დატენი, 15 საათი of იმუშავებს. use. 15 minutes gives you 15 hours. It's that simple. Let's talk earbuds. Okay, so we're rolling out many ბაცებიც განაახლეს. new features to our Pixel Buds Pro 2 just next month. There are new head gestures that let you shake your head to decline a call. ანუ ჟესტიკულაციის ელემენტები დამუმატეს და აქ უკვე შეგვიძლია თავის მოძრაობით მივიღოთ ზარები, არ მივიღოთ, ანუ Gemini-ისგან არ მიმინდა მთლიანად აკონტროლებს ზარების პასუხს და არ პასუხს. ეს ძალიან კაი რაღაცაა. Or nod your head to accept a text. No way. Yes. And on top of that, you could talk to Gemini Live in noisy places like busy cafes. And so if you already Gemini აკონტროლებს რა მთლიანად და გარემოს ადაპტაციაც აქვს. own a pair of Pixel Buds Pro 2, just like we talked ანუ თუ ხმაურია გარეთ, Gemini დარეგულირებთ ისე, რომ კარგად გესმოდეთ, ანუ ძალიან მოკლედ ხელოვნური ინტელექტი არის აბსოლუტურად ყველაფერში და ყველგან. about early with new features rolling out constantly, your buds just got better. So congratulations. Wow. Now let's talk about the new, and that is the Pixel Buds Pixel Buds 2A გამოუშვეს. ეს არის ბიუჯეტური ვარიანტი. the best of Pixel Buds, but at an incredible value. You get active noise cancellation, crystal clear audio, all-day battery life, and they're smaller, lighter, and super comfortable. They also have this very cool twist-to-adjust stabilizer, so you can get the exact right fit. That is it. ანუ ძალიან კაი რაღაცაა, ვისაც ფული არ აქვს, ხმაზე აქცენტი გაკეთებულია და ყველაფერი. ყველა ეს ფუნქცია აქვს, რაც ჩვეულებრივ პროს უბრალოდ ხმის ხარისხში იქნება, რა თქმა უნდა, კატასტროფული არა, მაგრამ სხვაობა მაინც იქნება. These are the latest additions to the Pixel family. You are a pro. Come on. აი დიზაინით არ მომეწონე ხა ეგ That's how you do it. We've got a new feature called Magic Q, and it's perfect Magic Q, აი ამას ველოდებოდი ძალიან მაინტერესებს ერთი რა არის. for keeping on top of your messages and so much more. უბრალოდ ვიცი რაც არის, მაგრამ პრაქტიკაში როგორია. This is my text. So you've been ignoring some of your friends here. Yeah. That's a balance. Yep. There's Rick there. ნახეთ როგორ რაღაცა არის შეტყობინებები, ანუ Google Messages დაახვეწა არის ეს ყველაფერი, მაგრამ Google Message-ში რაღაცები იცვლება და ფაქტიურად SMS ფუნქციები, რასაც ჩვენ სტანდარტულად ვაგზავნით, უკვე იცვლის ფორმას Google-ის დახმარება და სულ სხვანაირი ხდება, ანუ მულტიმედიური ხდება, ანუ MMS-ები და რაღაცეები ახმარებიდან ფაქტიურად გაქრება. Now I've already made reservations. That's Magic Q at work. And look, you can see it already found the name of the restaurant for you. Right
ესე დააჭერა Magic Q-ს და მოგიძებნის იმ რესტორნებს, რომელიც ახლოა. From the booking email that you had, you can just tap it to send. It's that easy. შეახება გაუგზავნის pirდაპირ ასე ვთქვათ, შენს მეგობარს ლოკაციას, მისამართს და ასე შემდეგ. ძალიან მაგარი რაღაცა. This one's from Alex Cooper. Hey. Alex says, can you share that photo of Gary in the hat? ხა ფოტოს გაზიარება დაემეტა გითხარით MM-ის ამოვაგდებთ თქო და აი ნახეთ ხა რა მაგარ რაღაცას აკეთებს ეს Magic Q ღილაკი. Yeah, so this is cool here. So Magic Q can do more than just find the information you need, but it can also help you get things done, like searching for exactly the photos that a friend's asking for. Check it out. So you gotta share photos. ანუ რაღაც ფოტოს გაზიარებას რო გთხოვს, თქვათ selfie-ები გადაიღეთ ან რაღაც სურათები და გინდა რომ გააგზავნო. ამისთვის და გამოგეყენებინა messenger-ები უფრო სწორედ, Facebook-ი, WhatsApp-ი და შემდეგ. ხა ნახეთ აქ რა ხდება. Gary's a dog. Gary is my dog. Yes. Yeah, Gary. So there's a picture of Gary in the hat. I just click on Gary and then done. Send. Look at that. Pretty magical, right? Easy. და ნახეთ რა. And you should know, we've designed all of this to be completely private. Magic Q runs right on your... ხა აქ აქცენტს აკეთებს Google-ი რომ ვაიმე ჩვენ private-იო და პირად პერსონალ მონაცემების კუთხით დაცვაზე აკეთებს აქცენტს. არ მჯერა Google-ის, ვერ დავიჯერებ რომ Google-ი გახდა გამოსწორდა, ბერად აღიკვეცა, მონაზვნად შედგა და ქრისტიანებს უნას გზას დაადგა რა. ყველაზე ნომერ პირველი შპიონი ეს იყო, ყველა მონაცემები შეგროვებული და ყველა მთავრობას ესაწყვეტდა და ეხლა დაიწყო პერსონალ მონაცემების დაცვა. აი ყველაფერს დავიჯერებ მაგის გარდა რომ Google ამას აკეთებს რა. In a rush and I didn't get my favorite best photo. Okay, so for this photo when I'm looking at it, ხო აქ აქცენტი კეთდება ფოტოების რედაქტირებაზე, ისედაც კარგი რედაქტორი აქვს რა, Pixel 8 Pro-ში ცხინვალე რაღაცეები, ემოციების შეცვლა გინდა თუ რა გინდა, მაგრამ ეხლა Gemini-ს მიაბეს, ანუ Gemini ჩაიტვირთა ამაში და ეხლა უფრო მაგარ შედეგებს my personal preference would be I want to fix the lighting. ნახე რა კარგად And I'm going to fix the ანუ ვისი გასწორება გინდა ეხლა უკვე ხელით გიწევ და არჩევა და გასწორება რვაში და აქ უკვე ტექსტით მიწე რა უნდა შესწორდეს ფოტოში და ჩაგიკორექტირებს და ჩააკორექტირებს იდეალურად. ეს ძალიან კარგია, ძალიან მაგრად გაამარტივა Google-მა ეს ყველაფერი და მივესალმე. framing. So let's put that in. Okay, you see this kind of sparkly vibe that's going on? Yep. That is the Gemini models that work. So they're identifying the people and they're actually changing the background, fixing the lighting, and Oh my boom. god. Oh my There you god. go. ა რამოდენიმე ვარიანტს გთავაზობს. აი ეს ეხლა წესია, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ეგ უკვე სამყაროში ავიდეთ ა. We're also using AI to help you become a better photographer too. Okay, so basically I want to just start with აი ეს მომენტი არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი დამატება, რაც შეიძლება რომ ტელეფონის წარმოებელმა კამერაში დაამატოს და ეხლა მივყვეთ ერთობლივად რაზეა საუბარი. getting a picture, Exactly. but we're going to use camera code. კამერის მწვრთნელი ესე ქვია, ანუ ამიერიდან უკვე თუ თქვენ არ ახართ ფოტოგრაფია, ნუ არის კარგი ფოტოების გადაღება და კურსი არა გაქვთ და შემდეგ თვითონ ტელეფონი დაგიწერს კონკრეტულად რა რაკურსი უნდა არჩიო, რა ზუმი უნდა არჩიო, როგორ უნდა რა პოზაში უნდა დააყენო, ვისაც ფოტოს უღებ ობიექტი ანუ და ასე შემდეგ ფოტოგრაფიას გასწავლოს. როგორ გადაიღო დახვეწილი ფოტო, ისე რომ მე რედაქტირებები არ დაგჭირდეს. ეგ არის ძალიან მაგარი რაღაც. ბრავო Google-ს, აი ამაში აპლოდისმენტები. ნამდვილად, იმიტომ რომ ესეთი რაღაცა არც ერთ ტელეფონს არ აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ამის მერე Samsung-ის ჩააყვეხის ამას და iPhone-ის ბუნებრივია, იმიტომ რომ აი ერთი ნაბიჯი წინსვლა არის Google-ის ხრიდან და ბრავო. Camera code. ახლა რას გეუბნება, ის ობიექტი უნდა დამშვიდეს, სახე როგორი მიიღოს, ანუ მიმიკებიდან დაწყებული ყველაფრით Google გასწავლის როგორ გადაიღო პროფესიონალური ფოტო. But we're gonna hop in. So right now, Camera Coach is analyzing the scene and trying to get us kind of different poses that Jimmy could be in. At the top, it's giving me suggestions of how to make this the optimal photo. So it says zoom in to his chest გიწერს რა ამხელაზუნე, რასაც ვერ საუბრობდი მაგას. and go up. Okay. Are you okay if I come closer to your chest? Thank you for asking. Perfect. Okay. Okay. Coming close to the chest. Yeah. Next, it says place his head in the upper part of the frame. So Yeah. I'm going to come down a little bit Jimmy, more. place your head in the upper part of the frame. Yeah. Jimmy, just don't move, Jimmy, okay? Trust me. Okay, lower the camera to his eye level. All right, Here we're we getting go. And then we're going to take this gorgeous photo. But you know what? I think I'm going to go portrait because Kenny, you know I'm obsessed with portrait. Cheers. Boom. Money, baby. There we go. There Money. we go. There we go. We're gonna Here we see it. go. Let's pull ან it out. მაგარი რამეა, ბრავო. Did I do it? No, wait. Did I do it? Okay, I'm taking We Tony. saw what we were supposed to see.
I'm taking a lot of selfies What tonight. I- I mean, you know, I'm a photographer. I'm always chasing light, but sometimes you see moments at the end of the day. And so I'm in Washington Square Park around the fountain, and I'm just looking. ანუ პირდაპირ კონკურენციის ფოტოგრაფია და ამბობს რომ პროფესიონალი ფოტოგრაფია ვარ და შადრევანის ფოტოზია საუბარი, რომელიც ღამე გადაიღო iPhone 16 Pro Max-ით და ახლა გვაჩვენებს Google for intimacy. And so I took out the phone out of my pocket, I made a picture. Some other phone, yeah. And then I took out the Pixel and I put it in night sight and I went to make another picture. იგივე რეჟიმით გადაღებული ფოტო უკვე 10 Pro XL-ით. და ნახეთ, ნუ ეხა Pixel-ი ღამის სურათებში რო ისედაც საუკეთესო იყო, ასე ღამის გადაღება ვიდეოებში, ეს სტანდარტი, ეს Pixel 7-იც ეგრე იყო. თავის კონკურენტებთან და მერეც ეგრე. ანუ ღამის სურათებში ვერავინ ვერ ჯობნის ამას, პლუს ასტროფოტოებიც აქვს და აქ ეხლა ღამის რეჟიმში Pixel-ი ისედაც ლიდერი იყო ბაზარზე წლების წინ და ეხლა კიდევ უფრო გაუმჯობესებიათ ეს ყველაფერი ფაქტურად როგორც შებინდებულზე გადაიღო, ისეა შუაღამის გადაღებული ფოტო, ასე რომ აქ ახალი ჩემთვის არაფერი არ არის. So to be able to see like this much detail in a nighttime photo, it just like makes a photographer really happy and confident to like make images when the light's not perfect. Pixel can now translate phone calls. ყველაზე ერთ-ერთი მაგარი ფუნქცია, რაც დაამატეს და ახლა სრულდებოდი, არის ეს. ეს არის online translator-ი, ანუ თქვენი სატელეფონო საუბრების თარგმნელი. In real time. And Jimmy, we do this ხო, live-ში, ანუ სინქრონულად როცა საუბრობთ, ეგ მაშინვე ანუ ავტომატურად თარგმნის რამდენიმე ენაზე. inflections and everything, okay? And now you can have a conversation in Spanish, Japanese, Hindi, and more. And the thing is, Pixel იაპონურიც აქვს, ინდურიც აქვს და კიდე სხვა ენებიც. მეტად საინტერესოა ქართული, ნუ ქართულსაც დაამატებენ, მაგრამ ეტაპზე არ არის. handles the translation entirely on device. So your phone conversations, they're going to stay private. აბა ვნახოთ ახლა როგორ იმუშავებს. Hola Sofía, hola Jimmy. Hola, Karen. All right, so we'll turn on the translation feature. I head to call assist, voice translate, choose the language, and იტალიურიც ქონია. Call is translated by Google AI. In each speaker's voice, audio is not saved. აუდიო არ ინახება ანუ ჩაწერა. Hi, Karen. Can you hear me? Does this work? Hola Karen, ¿puedes oírme? ¿Funciona esto? ძალიან მაგარი, ანუ აქ მაგრა უშაო. სახე წამიერი საქმე როი დაათავრებ ეგრევე. აი წამიერი ჩავჩენე მომენტალურად ვეთარგმნის. ეგ ძალიან მაგარი ამბავია, აი ძალიან მაგარი სიახლეა. რევოლუცია ფაქტურად შეიძლება ითქვას, ნამდვილად ესე დახვეწილი live თარგმნელი, რა გითხრათ ახლა, რომელ ტელეფონს აქვს მე არის და არც გონია რომ კონდეს არა ეგ იქნება უფრო სწორედ მომავალში ყველას ექნება ეს ამბავი, მაგრამ Google აქ მართლა ლიდერია, იმიტომ რომ ძალიან მაგარად არის გაკეთებული ესე სინქრონულად თარგმნოს, რავი. And the crazy person listening to you in Spanish. Okay, this is really cool. I can't believe how fast it's working. Esto es realmente genial. No puedo creer lo rápido que está funcionando. Por primera vez, Google Pixel 10. For the first time, Google Pixel 10 will be available in Mexico. What? That is so exciting. Each morning, Pixel Watch delivers Fitbit's თანამ watch-ებზე გადავალთ და ვნახავთ აქ რა შემოთავაზეს, მინდა გითხრათ, რომ ეს translator-ი ან online თარგმანი, რომელიც საუბრებს აკეთებს, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე მაგარი დამატება არის, რაც შეიძლება ტელეფონში გააკეთო. და მით უმეტეს ამდენ ენაზე და ახლა პირველივე გამოსვლაზე ეს ამის აპდეიტები რომ მოხდება, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ყველა ენას დაამატებენ, რაც იქვე წინა პიქსელებში არის. სისტემური ენების მიხედვით რა სისტემური ენების ხადაჭერას აქვს, ამას აუცილებლად ჩაამატებენ. ადრე თუ გინდოდა სწავლა და მასწავლებლები, პედაგოგები რო აი ინგლისური უნდა ვიცოდეთ რაღაც, ეხლა რეპეტიტორებისა და ინგლისური და უცხოენთა მასწავლებლების დროც მიდის, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი ანაცვლებს ამას სრულიად და მალე ჩაანაცვლებს, იმიტომ რომ ამას ვერ გავაჩერებთ. მოწონს არ მოგწონს, ექსპოს აკითხია, მაგრამ ძალიან მალე უცხოენების შესწავლის პრობლემა საერთოდ არ იქნება, იმიტომ რომ
ყველა ილაპარაკებს თავის ენაზე, მაგრამ ყველას ყველაფერი ეცოდინება აი ამ ტექნოლოგიების დახმარებით, რაც ჩემი აზრით ძალიან მაგარი რაღაცა და მივესალმები მაგას. How ready I am to take on a workout with my readiness score. პირველი ის მომწონს, რომ დიზაინი განაახლეს Watch 4-ში და დაიმსგავსა ნორმალურ არც წინები უჭირდათ, მაგრამ ბევრად უფრო ელეგანტურად ვეჩვენება 4-ის Do დიზაინი. so much more than what you manually track. So now, with next generation activity recognition, even if you forget to start a workout, your watch will automatically send you a recap so you never miss out on your stats. It's our სტატისტიკას გიგროვებ თელს აქტივობის და შემაჯამებელ სტატისტიკურ ანალიტიკას გითებს. ეგ ხო გასაგებია. Fitbit-ები და ყველაფერი აქვს დამატებული, მაგრამ რეალურად ჩემთვის ახლა ფუნქციურად Pixels რამე შეიცვალოთ და არა დიზაინის ცვლილება მომეწონა. ეს ფუნქციებიც მომეწონა. დანარჩენი ახლა რა უნდა დაამატონ Pixels საათს, ისედაც აქვს ყველაფერი, რაც უნდა კონდეს smart საათს. For the first time ever on a smartwatch, you can use on-device satellite communications to სატელიტური კომუნიკაციები დაამატეს, რაც მე მგონი არც ერთ smart საათს არ აქვს. ეგ გაადვილებს საგანგებო სიტუაციების მართვის პუნქტთან დაკავშირებას და ასე შემდეგ. ეს ძალიან კაი უსაფრთხოების კუთხით რამდულად კარგი გადადგმული ნაბიჯია. the grid. And there are so many ways ან როცა მაგალითად ისეთ ადგილზე ხართ, როცა არ იჭერს ტელეფონი, ამით შეგიძლიათ GPS სიგნალების გადაცემა და ასე შემდეგ. ძალიან კაი რაღაცა. Pixel Watch helps you stay connected and stay ahead. With the new Raise to Talk, you'll be able to get help Gemini-ია ჩამატებული კიდე. from Gemini hands-free. No button presses, no hey Google. I can just ანუ არც Hey Google უნდა თქვა, არც ლაქს უნდა დააჭირო, ასე რომ ძალიან გამარტივებული. raise my wrist and say, move my workout with Cody tomorrow, ნახე რა, აი პირდაპირ რაღაცა. an hour later so I can sleep in. Everyone deserves a coach like Cody who can help put it all together. პირადი მწვრთნელის ფუნქციები დაამატეს ტრენერი ანუ ვარჯიშოინაში. So we're taking things a step further with a new personal AI health coach. Starting პირადი ხელმომტექნეს, პირადი მწვრთნელი ყავს ფიტნეს მწვრთნელი. ანუ ეს მაგარი რაღაცა. in October in the US, Fitbit Premium users will be able to preview the coach in the completely redesigned Fitbit Fitbit-ის გამომწერი თუ ხარ, პრემიუმის ამ შემთხვევაში გააქვს ფუნქცია. app. მოკლედ მეგობრებო, შევაჯამოთ, რო გითხრათ რომ ბევრი სიახლე შემოთავაზა Google-მა, ეს ასე არ არის, მაგრამ ჩემთვის მთავარი სიახლე მაინც იყო ის რომ აი ეს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ხდება ონლაინ თარგმნა სხვადასხვა ენებს შორის სატელეფონო საუბრების დროს. ეს არის ძალიან მაგარი რამე. კარგი დამატება ასევე ეს ახალ Watch 4-ში ეს პირადი მწვრთნელის თემა. იმიტომ რომ ბევრს არ აქვს უფუნება რომ წავიდეს და მწვრთნელიც აიყვანოს სავარჯიშო დარბაზში, იმიტომ რომ ძვირი იჯდება მომსახურება, ეხლა უკვე აკვლევა თავის პირადი მწვრთნელი როგორი ვარჯიშობს კონკრეტულ იმაში, ყველა პროგრამას გაგიწერთ. ძალიან კარგი იყო კამერების აპდეიტი Pixel-ის ტელეფონებში, მართლა კარგი იყო, ამ სერიოზულ ნაბიჯი გადადგეს, iPhone-ებს და აზე ლაპარაკი ზედმეტი არ მაქვს, Samsung-ი იყო ერთ-ერთი კონკურენტი ამ კუთხით თავად და მე მგონი აქაც მალე ჩამოიშორებენ, ანუ კამერა ფონების კუთხით Samsung აჯობებენ ამაში დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ეხლაც ჯობნის ჩემი კამერა Samsung-ის თემას განსაკუთრებით მომეწონა. პირადი ესე ვთქვათ, ფოტოგრაფიის მწვრთნელი ესე ვთქვათ, მაგრამ ანუ ინსტრუქტორი, რომელიც გასწავლით სწორად როგორ გადაიღოთ ლამაზი პროფესიონალური ფოტოები. Gemini და VO3 არ გვიყვირს. საერთო ჯამში სიახლეები მისაღებია ჩემთვის, კარგია. ერთადერთი რაც არ მომწონს ის არის რომ მარკეტინგული ტყუილია ორი. ერთი ის რომ თითქოს პროცესორი განახლდა და ლეპტოპის დონისაზე ავიდა და მეორე პირადი პერსონალური მონაცემები როა დაცული. ვერაფერთ ვერ დავიჯერებ რომ Google-ი გახდა წმინდანი რა. ჭუტალაში გაიგვიზა ნამუსლა. მაგას მე მაინც ვერ დავიჯერებს რომ ბერად აღიკვეცოს გელათს მონასტერში. მოკლედ, მადლობა რომ ვიყურებდით. არხი გამოიწერეთ, შემდეგ ვიდეომდე.